მოგესალმებით, თქვენ უყურებთ GeoTeam-ის YouTube არხს და უყურებთ მორიგი ეპიზოდს ქართული ფეხბურთის შესახებ. GeoTeam-ის და Heineken-ის პარტნერშიპი გრძელდება და ლივერპულიდან წამოსვლის შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ ბრიტანულ ვოიას, ამჯერად ვიმყოფებით ლონდონში და არასდროს არ ტოვებთ შესაძლებლობას დავესწროთ ქართული ფეხბურთელების თამაშებს და ეს ამბავი მოვიტანოთ თქვენთვის. ეს ვლოგი იქნება საინტერესო იმით, რომ ორი გიორგის იხილავთ GeoTeam-ის ამ ვიდეოში. ლეგენდარულ სტემფორდ ბრიჯზე ვართ ახლა, ჩვენს უკან ხედავთ, სადაც კონფერენს ლიგის მატჩში გიორგი გოჩოლეშვილის კოპენჰაგენი ჩელსის დაუპირისპირდება, ამ თამაშს დავესწრებით და ასევე დავესწრებით ინგლისურ უელსურ დაპირისპირებას ჩემპიონშიპში. გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდი დაუპირისპირდება სუონსის. სანამ ამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ GeoTeam-ის YouTube არხი, მოიწონო ეს ვიდეო და ჩაუჯექი ორი გიორგი გოჩოლეშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე GeoTeam-ის YouTube არხზე. წავედით. დღევანდელი ვლოგი იწყება პირდაპირ სტადიონიდან, იმიტომ რომ ლივერპულიდან ჩამოვედი ლონდონში. დავტოვე სასტუმროში ჩანთა და ეგრევე წამოვედი სტემფორდ ბრიჯზე. ამ სტადიონზე ნამყოფი ვართ ერთხელაც GeoTeam-ის გამომწერებს ეს ემახსოვრებათ. შოთა არულაძემ ლეგენდების თამაში მიიღო მონაწილეობა. საქველმოქმედო თამაში იყო. 4-20 წუთია ეხლა და ისეთი წვიმს და ისეთი განწყობაა თითქოს ღამე იყოს, უკვე საღამო იყოს. სუფთა ბრიტანული ლონდონური ამინდია. ლივერპულში ამინდში გაგვიმართლა, კაი ამინდები იყო. მატჩის წინადღია დღეს ჩამოვა გოჩო კოპენჰაგენთან ერთად. და სანამ გოჩოს თამაშზე ვიქნებით ჩვენ, უნდა წავიდეთ მანამდე კიდე ერთ თამაშზე ქართველის გიორგი ჩაკვეტაძის თამაშზე, რომელიც არის სუონსის წინააღმდეგ უოტფორდში. მეგობრებო, გრძელდება ჩვენი ვლოგი და ეხლა გავაკეთებთ. და გავჩდით ვიქეროუჯ როუდზე, არ უკარგავთ უკმა დროს. უოტფორდის საშინაო სტადიონზე ვართ, სადაც რამდენიმე საათში, 2 საათში დაიწყება უოტფორდის და სუონსის მატჩი. უოტფორდში თამაშობს ერთი ქართველი ფეხბურთელი, არ ვიცი იცით თუ არა. მე მას გაგაცნობთ ეხლა. შევიდეთ ფანშოპში. გიორგი ქვია. საკუთარ კარგი ფეხბურთელია. დიდი მომავალი აქვს. შევიდეთ ფანშოპში. და აი ამ ფეხბურთელზე ვსაუბრობ, მეგობრებო. არ არის ცუდი ბიჭი. კეთილი გული აქვს. მოდი ჩვენ ვიყიდოთ მისი სტიკერი, შემდეგ თამაშთან ხელი მოვაწერინოთ. გავათამაშოთ რატომაც არა. ან ხო, საჩუქრად. კარგი საჩუქარია ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის. ვიყიდეთ სტიკერები თუ პოსტერები. ხელი მოვაწერიოთ გიოს. ხა წავიდეთ სტადიონზე. ეს გზა უნდა გავიაროთ, რომ მატჩის აკრედიტაცია ავიღოთ. მალე უოტფორდით მოვა თამაშზე. ეხლა 2 საათზეც მეტია თამაშამდე დარჩენილი. მე გამოვბრუნდეთ უკან და ნახოთ რა სიტუაცია იქნება გარეთ გულშემატკივრებში. შემოვედით სტადიონზე. ჩვენთან არის აკრედიტაცია. აქ ბოლოს ვიყავით 27 სექტემბერს, სანდერლენდს მოუგეს 2-1. გიონ და ბიჭებმა. განსხვავება მაშინ ის იყო, რომ რეალურად იბრძოდა მაშინ აღზევებისთვის 6 ევროში მოხვედრისთვის უოტფორდი. ეხლა აქვს შანსი რაღაც 6 ადგილთან 6 თუ 7 ქულა ასხოვა, თუმცა ნაკლები შანსია, იმიტომ რომ გადამწყვეტ თამაშებში უჭირთ ვერ იგებენ მეორე წრეში. პირველ წელს საკმაოდ კარგი ხონდათ, მე-5 ადგილზეც იყვნენ ერთი პერიოდი და ხა მე-9 ადგილზე არიან და დავთ სუონსი ყველას გვახსოვთ მიჩუ, ფაბიანსკი სუონსიში იყო და ნახოთ, კაი თამაში იქნება, აფიში ხა ორივე ყოფილი პრემიერ ლიგის კლუბია. Mario, nu ახლა მინდვრის თევზო. თავად. კარგად. აი, მაგიცი.
ანუ ამჯერა ეს ტიპი სადღაციდან მეცნობა ღმერთო ჩემო. ნუ თუ ეს ოიდ გოგინაშვილია ჩვენი ძმა და მეგობარი. როგორ ხარ? მაგრამ არა ნანო ხარ წამოვიდი გუშინ მაგრამ ხადაო. აი ეს ჩემ დღევანდელ ლოგს უკვე თუ არ გინახავს ჯერ? არა. ეს ბედნიერი ხალხი რო იყო რა. ბიჭო იმის თორები ვნახე ვიღაც იმასაც. ხო და ხო როგორი ადგილი ვინან ეს ტიპის ჰადიჯი და ჩემ. ოიცოდეთ ამ ადამიანს თავაზობდი წამოდით ხო და ბოლო წამამდე ვერ მოახერხა და ნუ რა თამაში. არა მოგიწეს ხა ჩამოსდა კიდე მას. იბატონო. He's very good. His name's very hard to say. Georgie Chapatassa, very hard. Georgie Chapatassa, he's a very good player. Scores goals. Very fast at dribbling. You want something to tell the Georgie? Georgie Chapatassa, you'll show him. Yeah, I'll show you. Okay, I'll say first. Ready? Yeah, you can start. Okay, Georgie Chapatassa, you're a brilliant football player, brilliant at scoring goals, brilliant at literally anything in this club. Thank you so much. You're an amazing player. Keep up what you're doing, yeah? Up the Hordes! Come on! Come on! Georgie Chapatassa, 10 Imran Louza, 17 uncaptain. Goal scorer for Hornets. პირველი ტაიმი დასრულებულია 1-0 ვოტფორდის სასარგებლოდ გუნდის კაპიტანმა მუსას ისეკომ გაიტანა ერთ-ერთი გოლი. ვერ ვიტყვი საუკეთესო სანახაური ვითამაშია სადაც ყოფილი ვარ ის გათვალისწინებით ან თუ გეტყვით რომ გუშინ ლივერპული PSG-ზე ვიყავი. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ჩვენი ახლის წარმდგენია კომპანია აჭარაბეთი. მადლობა მათ ჩვენი გვერდში დგომისთვის. წამოდით და ვნახოთ მეორე ტაიმში ველოდოთ ჩაკვეს ასისტს ან გოლს. I trust you, just don't ask him to do too much, but he actually loves Gite. Rocco Batta. და მესამე წუთზე გაიყვანეს ჩაკვე. ой, ახლა ბევრი მომენტები არ არის ამ თამაშში და ამ ვიდეოში, თუმცა დამერწმუნდით ბევრი საჩვენებელი არაფერი არ არის. ეს არის ჩემი ვოტფორდის მესამე თამაში, რასაც ავსტრიელი ვარ, მესამეჯერაც იგებს, მე ეს დამთავრდება. თუმცა სანახაობრივად ყველაზე ცუდია, რაზეც ყოფილი ვარ და თავარი ახლა სამი გოლი აიღო, ეგრე დაამთავრა ყველაფერი. Full-time score here at Vicarage Road. He's finished Watford 1, Swansea City 0. матჩი დასრულებულია 1-0 მოიგო ვოტფორდმა. დათას ძალიან ცხელა და სანამ ჩაკვე გამოვა. ვახა, კაია ვოტფორდის თამაშებში შემოდით გასათბობად წერენ თუ რამე იყო ჩაკვეს პოსტერები ავიღე ყველაფერი. კიდე? კი. არა, ეს მაგრამ მოიპარე როგორ გეკადრება. I could
დაიჯერეს ვიღაცა მართლა ზარებს იძახი. დათა, შესანიშნავი ფოტოგრაფი ხარ ძაო. ოიტყობა ჩაგვესპორტებს. იგი ძა. ბიჭო, ესეთი წიკიანი მე მეორე არ მინახავს, ეს ვინ არის? რა გინდა? რა გინდა? როგორ აქეთა პროფილი მიჩანს, უფრო კარგად თუ მარჯვნიდან გადამიღეო, მეთქი გოგო, არ შეჭება. აიშირობდე, აბა რა გონია ზა. რაც გამოაჩინოთ, გამოიწერეთ შენი ინსტაგრამი გითხარი აქ. გითხარი, უნდა აგიყო 100,000 გამომწერზე, გითხარი. რა ჯეუთივი გამოიწე. რა გაწერია ინსტაგრამზე გითხარი? სანდრო ობოგი. აჰა, всё. გამოიწერონ, არა, სანდროს არხი არ უნდა გამოიწერონ? ახალი კაცია ზმა, წვადით წვადის. წვადს ვეწავს, კახეთიდან რა, მაგრამ წვადს ვეწავს. მართლა? აი რა. ისწავლის, დიდი მომავალი აქვს. ეს დაგვიდებს ხა ეს აფოლოვები ეგრე ინსტაგრამზე. ყველა ვაფშე. ერთ ფოლოვერი ვაფშე. ეხა ამის გადაღებას რომ მორჩევი, მაჩვენე რა გთხოვ რა გადამიღე რა, რომ არ შევუწყო. წინასწარ რომ მომემზადო რა, მაჩვენე რა გთხოვ რა, მაჩვენე რა. ჩაიწიე ძმასად კეიტავდა ამს. ეგ მოიდეს. სუმანაში. ავიდით ბიჭებო დაჯდა. დათა. რა გინდათ? ეს შენ დაშინებული ყავს თუ რა ჭირს? ბიჭო, დასპიცაო რა ჭირს ამას ვინაც. ვიდეოს მთავარი პერსონაჟი არის გიორგი ჩაკვედაძე, მე ადამიანია. და ვაფშე ლაივი ჩარტა და ეხლა გიორგი ჩაკვედაძე დაგალაბაგებს და ჩემს ატერიალებს მიზია. გავარც პროფიჩი. საჯდა ესე იგი ასტონ ვილა PSG ბირმინგემში. ბირმინგემი აქვეა. ამდენი საათი 2 საათია გზაში და 2 საათი. ეხა ხალხო როარ ყოფილიყო თამაში ვარ ქონდა გუშინ უნდა ჩამოსულიყო ლივერპულში ხო? აგურა თამაში იყოჩი. უყურე? ავეი, ბევრ ფინალს რო ჯობია. ჰა, დათა რა სიტყვა გითხარ? ბიჭო, აქ ხალხი მუშაობთ, კაროჩე რომ გავა პოპულარულ მოფეღოვერი მოემატოს და ამატონ გოგოებმა გამოიწენო და მე ეს არ ამატებს. მართლა? კი, ზმა. კაჟი მემწერიც. 100,000 ლარი. აა ბიჭო, მეწენე რომ აი ეს გამაცანით ჩაკვესთან ერთად ჩაკვეს ბრატი როა. ვინც მსავა? ბიჭო, აუი. ამო, ხوار იმას ვიზავთ, რა ხوار ჩავაბოზებთ იმენაზო. ამო ფინალში შეიძლება დაიწყდეს დერბი, მაგრამ ამაზე რა? ასოს მაგარი მოყავს მეორე ადგილზეა პრემიერ ლიგაში და ჩახედას ეს მე მეორე ადგილზე იყო. ბიჭო, რა გაიგონი ყავს. კი, გაი ბიჭები არის. ეხა თუ არავინ ობლაკის ცხოვრებას პენალტი არ აქვს აღებული. რონალდოს რა უღებ ევროპაზე? ხო, რონალდოს აუღე ევროპაზე პენალტი. ტიბას ჩემპიონთა ლიგაზე რეალის მაისური პენალტების სერიაში მე მგონი მონაწილეობა არ მიუღია. იმიტომ რომ სიტისთან იყო ლუმინი და მანამდე იყო მილანური ფინალი. პენალტების მაჩასუა იგივე სცენარი გზავნება 2-1 რეალი იგებს. მაგნიტია. იმ კუთხეში 3 პენალტი, 3-ვე ბიჭო, 3 ჯერ ახით გადახტი შეჩემ. დაუუთხეთ ერთი. ატლეტიკოს მეკარეს პენალტი ცუდად იყო შესრულებული ანალოგიგი მოთმინებით მიხვდა ეპიზოდს. გაკუჭენკოსთვის ეცდება პენალტის გადანა. ხარი მაგას. შემდეგ პენალტს რეალი გაიტანს და რეალი მეოთხედ ფინალში იქნება ასეთი მოცემულობის წინაშე. რუდიგერი? იორენდეს დაუმიზდა 9-ს. როგორ დაარტყავს?
აუ ვიჭო კაცი გოლი სერიის მოსაგებად. გოლ გავიდა მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგის პირველად ფინალშია. მეტროპოლიტანოზე რეალმა მოიგო. რეალი როდიგას დარბის ეს ალბათ საუკეთესო პენალტი. ჩაკვეს ყავს მანქანების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული კოლექცია. რავი, აი სულოგულო რა. აი ეს ერთი Porsche, აქ მეორე. ბიჭო, ეს Porsche რატო გადახურე? ყველაფერი კი არ დაანახა. ჭიანდება რა, არა წამს. ეხა მივალთ ალბათ სავსე იქნება მაცივარი რა შევჭამთ დათა? წელი ჩამოუკანე და აუძმა. ყველა პური მაგოს არ იქნება ძმა იმენა. არ წახილაური. სავსე იქნება მაცივარი სავსე არა ხომ. იდი გაგვიზა. წავედით. მისახლი როგორ მომენატრა ძმა. ცა ვალაგებს ახ. ჭამეთ. აჩი შემდეგ. რას მოხდა ეხა არ მაინტერესებს. და დავწყეთ რომ ვეთამაშე კომპიუტერული თამაში FIFA. სადაც ნუ მე 10 კაცი დავმარცხდი ბრძოლაში. და ახლა უკვე ჩვენ შორის გამარჯვებს ეთამაშება. ჩემი ფალავანი გიორგი ჩაკვეტაძე. მოხდა როგორც ხედავთ. ძალიან კარგი შემტევი ტრიო ყავს წინ. დეზერე დუეს. ბრედლ ბარკოლას და ხოჩა ყვარაცხელიას სახით. ეს ერთი რა ხდება? ოპა. აბას თუ მაშინ იდეც გოლი შუა. აი, პროექტის შემოგანა სამი. აუ რა ცუდი ხარ დათა. კაცი ვერ გავუდა ვერ მოვიდა. აუი ძმა გადაო. რატომ ჩიხოს ერთი იდეა? არ ვაფშე არ მოგჩეხავ ხაძა და ვაფშე ვერ მომიგებ იმენ. აგერ ძმა ჩაყვე იმენა საშინელები ჩაგიტანა. აგერ ძმა ილოცოთ დამსახურებულ გამარჯვებას. ვინ? აუჯე ვინჩენ ჭანკოიტაძეს გეძახის, აი ღირსი ხარ ძმა რა, ბამპე არა ბამპერი ძმა. ბამპეოჩი. მაჩის დღე მშვიდობისა. თამაშენებ ჩაკოსთან წამოვედით, აქ დავრჩით ეხლა დაუნდე ლონდონში. ჩაკოსთან მეზადება ვარჯიშს დასასვლელად. პრესიას დაიდოს და მომიწია ადრე გავუძება რომელზე 7 საათზე ქაური დროით 12-ზე პირველს დაიდოსია სანაკრებო სიაზე ხა ეს ვიდეო რო დაიდება აქტუალური თემა იქნება და დაგუტერეთ რას ფიქრობთ თქვენი აზრები საინტერესო იქნება კომენტარებში უკვე სახლის ხედი აი ამინდია დღეს როგორც უკეთესი რა ვიდე გუშინ იყო და მენდი არ გაფუჭდება ხა და არ იწვიმებს ჩააკოი ძმა როდის ახვედი 50 თამაშზე ჰა ის ამ ხალხს Hello guys მოდი ხარ დღეს თამაშზე О, могу учить, что лучше мы такие трясوا. Масаги თამაში. ჭი ბავშვებიდან გიყავს ხო ეს ამდენი მანქანის ყოლა? ამინდი არ მომწონს და ჯიპი წავა რა. არა ჩემმა დაისვა. სიუ. ძმა. ოტფორდის შემდეგ ლონდონში ბრუნდებით. ნუ ჩამოვედით უკვე. ნელა სტადიონიდან მივდივართ სადაც ჩვენი მეგობარი ჯუბა გრიგორია ბოლოდება. ჯუბა შეიძლება და ალბათ იცნობთ კიდევაც ფეხბურთის გულშემატკივრები, ვინც უყურებთ საფეხბურთო ვიქტორინებს, კვიზებს, მაგიდის დერბია, ეს პრესინგია თუ სხვა გადაცემიდან ჯუბა ლონდონშია, კარგ ამბავზე ბავშვობა, აუ დღესე მე მგონი უკვე და
ნახავთ დღეს ისიც იქნება თამაშზე ჩვენთან ერთად. ხარ დაიბადა ბავშვი ისე ლაპარაკო ხარა ხოჯა. სამსახურის საქმეზე ლაპარაკო. აი ბავშველოდება კაი ამბებზე აქეთ ხო ხავს უთხარი და პაკისტანია შვები. აუ შეაშვები აბა. თამაში არ ჩამოხვედი ლივერპულში, ჰა? ჩამოვედი რა გავაკეთე. არა. ხალხი გავახარე. არა, კი, 100%-ით სწორი იყო, რომ მეუღლესთან ერთად დარჩი და დღეს ნახოთ ხა გოჩო. დღეს ნახოთ მეუნი გოჩოლას საქმეში. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, იმიტომ რომ ამ ისტორიულ სტადიონზე ითამაშებს და ეხლა აქეთან ხა არ ჩანს ხო სასტუმრო, მაგრამ იქეთ ხარ ეს არის რა. აგერ არის შესასვლელი. მე ვიყავი ჩელსის მატჩზე ლესტერთან პირველად სტენფორდ ბრიჯზე და მართლა საოცარი სტადიონია და საოცარი გარემო იყო და დღეს ეხა ნახევრად თითქმის გასულები არიან ალბათ. არა, შეიძლება ისეთი გარემო არ იყოს სტადიონზე, მაგრამ თვითონ სტადიონი ძალიან საინტერესო სტადიონია, ისტორიული სტადიონია. ხო, აქ მე ვთქვი, რომ იქ ლეგენდების თამაშიც ვიყავით მაშინ გახსოვს? შოთასთან ერთად რო ვიყავი და მოკლედ კაი სიმპათიები დაიმსახურა და თოს ნახოთ ახლა ატმოსფერო იქნება მართლა. ო, რა თამაშები იყო? საინტერესო ის არის, აქ კაი რაღაცა ლეგენდების კუთხე. ყველა სტადიონს რო კონდეს ესე. აი იქნება. ნახავთ სტადიონზე. გამოვიდნენ გუნდები გახურებაზე, გოჩოც სტადიონზეა ხურდება. როგორც ხედავთ, კოპენჰაგენი გასვლის მატჩი ლონდონში, საკმაოდ მრავალრიცხოვანი გულშემატკივართა სექციით არის წამოდგენილი წინ ჩემს უკან არიან და ხედავდით როგორი ოვაციები ჰქონდათ თავიანთი ფეხბურთელების დანახვაზე გახურებაზე გამოსვლის დროს. პირველი თამაში მოიგო ჩელსი 1-2 კოპენჰაგენში და რეალურად საქმის 80% პირველივე თამაში გააკეთა, როცა გასვლაზე მოიგეს, თუმცა ესეთ ტურნირებზე ხდება ხოლმე სენსაციები, ნახოთ თუ შეიძლება დანიურმა კლუბმა რამე სიახლეს და საოცრება გასაოცარი შესთავაზოს ფეხბურთის გულშემატკივარს.
თამაში დაიწყო, სამწუხაროდ გოჩოს კამზია, თუმცა იმედია მეორე ტაიმში ჩაერთობა თამაში. კოპენჰაგენის ფანებში ვარ და საოცარი ატმოსფეროა, აი შოუს გამენ თამაშის გახურებამდე, თამაშის დაწყებამდე და ახლაც თამაშის დაწყებისაც ისინი არიან საუკეთესო ნაწილი ჯერჯერობით ამ თამაშის და ნახეთ კადრშიც კოპენჰაგენის ფანებში საქართველოს დროშა ძალიან დიდი პატივის ემა ამის გამო მათ რა თქმა უნდა გოჩოს როგორც საშუალო თამაშებზე ასევე საგარეო გასულ თამაშებზეც არ ესპექტებენ პატივის ემას გამოხატავენ კოპენჰაგენის ფანები. მატჩი დასრულებულია 1-0 ჩელსის სასარგებლოდ. კოპენჰაგენი დაემშვიდობა ევროპულ ტურნირებს, სამწუხაროდ გიოს დღეს არ უთამაშია. ჩვენს უკანყოფი ხალხი კი ნამდვილად ამ მატჩის საუკეთესო მონაწილეები არიან. ბრავო მათ, პატივისცემა, ნახეთ რამდენი ჩამოვიდნენ ლონდონში საყვარელი გუნდის საგულშემატკივროდ. იმსახურებენ ნამდვილად პატივისცემას. ოჩახ თქვენ გულშემატკივრებს. ძალიან მაგარი ატმოსფეროა გეგე. ესენი ყავს ძალიან სასწაულები. მოსადადიან ხო გამართლებს? სულ ესეთი გულშემატკივრობა გვაქვს. სასწაულები არიან. წარმომიდგენია იქ სახში რა ხდება ხოლმე? ვერ გავიგე? წარმომიდგენია სახში რა ხდება ხოლმე? სახში აი წინა თამაში სახში ძალიან ბევრი ხალხი იყო და ძალიან რა სექტორ 12-ს მადლობა რა რომ ესეთ გულშემატკივრობენ. მე ვთვლი რომ ყველაზე მაგარი გულშემატკივარი ყავს აქ და საქართველოში რა თქმა უნდა კომაგებს ძალიან მაგარი გულშემატკივარები ყავს ორივე. ანუ გაგიმართლა როგორც კლუბში ისე ნაკრებში? რა თქმა უნდა, გამიმართლა ორ მაგარი და 100 მაგარი. ხო იცი ძალიან გვიყვარ ხარ. მე ძალიან ვიყარ და მე ვზადები ეხა შემდეგი თამაშისთვის აქ და შემდეგ ნაკრებისთვის აუცილებლად მოსაგები გვაქვს ორივე თამაში და მაქსიმალურად მომზადები მაგ თამაშებისთვის რა. იო, აი ეს ორი თამაში და საერთოდ მთლიანი ეს ევროტურნების ის რო შეაფასოთ და გამოცდილება მიიღეთ როგორი იყო ეს თავგადასავალი დღეს დასრულდა დამარცხეთ ჩელსის და ორი მატჩი ჯამში. რა თქმა უნდა, კარგი გამოცდილება მივიღეთ, იმიტომ რომ ჩელსის თამაშამდე ვეთამაშეთ ჰაიდენჰაიმს ბუდუს გუნდს ძალიან კარგი გუნდი იყო დაძაბული თამაშები ჰქონდა სახში დავმარცხდით 2-1 მაგრამ გასვლაზე უკვე ვივაშკაცეთ ესე ვთქვათ და მოვიგეთ ეგ თამაში და გამოვედით შემდეგ ეტაპზე რაც შეეხება ჩელსის რა თქმა უნდა პრემიერ ლიგის გუნდი არის ყოველთვის რთული არის თამაში დიდი განსხვავება იგრძნობოდა აი მე თვითონ ჰაიდენჰაიმსა და იმ ჩელსის შორის. მე ვფიქრობ იგრძნობოდა მაინც იმიტომ რომ პრემიერ ლიგა ესე ვთქვათ უფრო განსხვავებული ჩემპიონატია ვიდრე გერმანიის ჩემპიონატი ბუნდესლიგა და მე ვფიქრობ რომ ჩელსი უფრო უკეთესი გუნდი არის ვიდრე ჰაიდენჰაიმი რა. ბოდიში ბუდუს მაგრამ ეგრე არის რა. ეგრე ვფიქრობ. რაღაც შენ გითამაშია ტოტენჰემის სტადიონზე დღეს არის თამაში თუმცა აქ იყავის მე აი როგორი ატმოსფერო იყო შედა რომ რომლის ჯობდა ის რა თქმა უნდა აქაური ატმოსფერო ჯობია იმიტომ რომ ჩემი მიზანია ესე ვთქვათ და ოცნება რომ პრემიერ ლიგაში ვითამაშო და ეს გამოცდილებები დამეხმარება შემდეგი ეტაპებისთვის. ეხლა შენ აქ შეიძლება
ვიღაცებზე გამოცდილი ყავი იმ ხრივ რომ ერთ ტურნირზე ნათამაშები გქონდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფი თუმცა ისე რომ აი მაგარ კომაგობაში მაგარ ატმოსფეროში საკუთარ მოედანზე სამწუხაროდ შახტართან ერთად არ მოგიწია და აი როშია და რა იყო აი განსხვავება მაგალითად რამდენად დაგიხმარა ჩემპიონთა ლიგის გამოცდილებები ამ ტურნირზე რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის გამოცდილება ძალიან ამეხმარა ესე ვთქვათ ევროტურნირზე თამაში არ გამიჭირდა იმიტომ რომ როდესაც ჩემპიონთა ლიგა გაქვს ნათამაშები მაინც სხვა გამოცდილება არის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში ჩემი ოცნება იყო და ეგ ოცნებას ავისრულე მოკლედ ვაგრძელებ ვარჯიშს და ვეცდები რომ ჩემი გამოცდილება ესე ვთქვათ კიდევ უფრო ამამაღლა იჯარით ხარ გუნდში და წელს საკმაოდ ბევრი თამაში მოგიწია იმისთვის რომ პოზიტიურად იყოს განწყობილი შენ კოპენჰაგურ მომავალთან დაკავშირებით და რა ხوار დაწყებო ლაპარაკი ამ გუნდს ყურებს რომ ბებია შენთვის რომ შენ გამოსვლას აპირებე რა ჯერჯერობით ესე ვთქვათ არ ქონია საუბარი მაგრამ ეგ უკვე მომავლის თემა არის რამდენი ხანში უნდა გადაწყდეს დაახლოებით ანუ საფხულამდე უნდა გადაწყდეს ეს ყველაფერი ნუ დაველოდები შეთავაზებას რა თქმა უნდა გუნდში კომფორტულად ვგრძნობ თავს მადლობა მწვრთნელს სტაფის წევრებს ყველას ბიჭებს რომ ესე კომფორტულად მაგდნობინებენ თავს რა შევხედოთ რა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას ეს უკვე ჩემი კარიერა არის ვივარჯიშებ გავაგრძელებ ვარჯიშს რომ რა თქმა უნდა გუნდს და ნაკრებს გამოვადგე და უკვე დანარჩენი რა მოხდება როგორ მოხდება მომავალში ვნახოთ ნაკრებში როგორ ფორმაში მოვიხარ მე ვთვლი რომ ესე ვთქვათ კარგ ფორმაში მოვდივარ იმიტომ რომ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი ამ თამაშების მიმართ ძალიან მონდომებით ვარ იმიტომ რომ ვიცი თუ რა დონის თამაშები გველოდება კავკასიაზე უმეტეს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ რა თქმა უნდა ნაკრებს და ჩემ ქვეყანას ესე ვთქვათ ვასახელო და დავეხმარო ყველანაირად მადლობა აბა ბედნიერება და დაბრუნება დანიელი გაიხარ ესეც ასე მეგობრებო გავესაუბრეთ გიოს ის ერთმანეთს ჩაატარებს ახლა კლუბში და წამოვა ნაკრებში უკვე კი დაუტოვეს სტადიონი და ახლა უნდა დაუბრუნდეთ უოტფორდში გადი ცენტრში შეჭრება მატჩის წინა დღე ოქსფორდთან თამაშამდე ჩაკვე იმზადება ოქსფორდის დეიდასრაცა მე ვარ აინდოების და ჩაკვე იმზადება ჯერცმა უნდა შეიჭრას პასკაცი უნდა გაიკეთოს აქ ესე პასკაცი უნდა გაიკეთოს და მე უნდა წავიდეს შეკრებაზე მე აქ ვტოვებს მარტო FIFA-ში უნდა დავამარცხო ჩვენი ზონა მეგობარი მოუგებ ვის დათას არიც ჩაკვე მე ჩალიჩება რომ გამიშვას ლონდონში დღეს წადი ქალაქში გაიარე პარასკევია თორე ტივი შემოკლავს ეჭი ხო რა შემოკლავს რა მინდა მე ქალაქში წერა ვაფშე სალონში მიშვეთ მე შეიჭერიო და ეხსაცმელია და ჩემი ძმისთვის დასა გურიდოს ლაშა აფრიერ გომიჩენია და ეს დავარიგოთ საჩუქრად რო ჩავალთ თბილისში კეთილი ხალხი ვართ კიდე არ არის სამცალია რა სამი ძმა მეტია სამცალი ვიყიდე ეს ერთი ჩემს საჩუქრა აუ მადლობა ძმა კეთილი აუ ღადაო გამაგარია ონახე სუარა და დიეტას ავედი კოცნარ და ვიგა აი ძმა აბა გაუშვათ კაი ფეხზე ჩაკვე შეკრებაზე და მოვაგებიოთ და ის უნდა გამოუშვათ ნაკრებში აი კათი შეჭი
მათ გაქვს? ნომრები არ გამოაჩი. მატჩი დასრულებულია, ჩვენ არ ვიყავით ოქსფორდის და უოტფორდის თამაში. ჩაკოსოვოდებით სახში სახლიდან უყურეთ თამაშს. სამწუხაროდ წააგო, თუმცა ახლა დაბრუნდება მალე სახლში და ერთად დავბრუნდებით თბილისში, სადაც გიო შეუერთდება საქართველოს ნაკრების შეკრებას. ჩემს უკან მშვენიერი ფონია. ზოგადად სტიკერია. ორს ხედავთ. ესეთივე სტიკერი ამშვენებს გიორგის საძინებელს. მოვედით აეროპორტში მეგობრებო. სათაური კახელი რომ წვადი შეწვა არ იცის. სანდრი დაგვიქნიე ხელი? ახალი კაცი თელავი რა მოგით ხახრი კაცი გიორგი სადახტი. შოჯი მოთ. ეს კახელი ხო არა? Hello. Quarua guianeft. Ja, bujoura, asfaltinet. Mis de davat iretat khonaz ushachadu. Ha? Sorry. No, это не интересно. Что я еще не знаю. Ну? Да. Hitrous აეროპორტი. ესეთი წყნარი სიტუაცია გახსოვს, აქვს უცარიელია. იცი რომ მოვიდა. B37i. How take it? ხო, B37. ჩამოვედით სტამბულში. დიდ აეროპორტში ვარ, გადაჟდომა გვაქვს ახლა. სადაც 2 საათში გვაქვს ფრენა და ვეძებთ გეიტს, არ დაწერილა ჩვენი გეიტის, რომ ვეძებთ გეიტს მივალთ. იქ უეჭველი ქართველები დაგვხვდებიან. როგორი ფიქრი? საქართველოს ამაში შეგახიჩუ. უეჭველი ხელოდები ახლა და რეკავდა რომ ხო ტელევიზორში ვიქნებია. სათაურზე ესე ეგრე. ო უეჭველი რა. იქ შეეხებია. რომელ უნდა დავაჯახოთ? მალე შევალთ. სამბევი ქართული ხევა დაწუნებული ვარ. ორმა ქართველმა გადაიოგიოს საფოტო. დაწუნებული რომ შევა იქ. დებეული ქართული გადაიღოს საფოტოს. ეს კადრები შემოთავაზა. იგია შთამბეჭდავი.
So, čaus. Ai, იხურება ხარ. ადგილი შემიცვალეს ძმა 16-ში გადამოსვეს იცურდა ეს უნდა კიდე ხო იცი გაჭირულსა ხო აღმოჩნდა ეწიო პატარა ფანდი გავაკეთეთ მე და ჩაკვემ ნუ ჩაკვემ რამე ბიზნეს კლასში გადმოვსვა ჩვენმა ძმამ ზეთ პატივში ვარ მეგობრებო Turkish Airlines-ის ბიზნეს კლასით ვზავრობ ახე ძმა ასტრიალდი ხელი რა თქმა უნდა მოიხმიდა ჩემს ესი აქ მარშრუტი და აქ რას გამოსვას არის სამათარებს წარმატებლად დაუჯექით გილოცავ და მეორე და ფიშაძეც თბილისში ვართ მეგობრებო, შემოვედით საზღვარზე. ეხლა უკვე ჩვენს პარკს ველოდებით. შეაფასე მგზავრობა 1-დან 10 ბალიანი სისტემით. ველოდებით პარკს. რამდენ წუთში მოვა შენი ვერსია და რომ მოვა მე უკვე? 12 წუთში და 30 წუთში. Okay, merci. Thank you, man. 12 წუთს გადაცდა, როგორც ჩაკვემ ივარაუდა და ჩანთები არ ჩანს და ნერვიულობა დაიწყო დაურჩი ბუცების გარეშეო რა. ხა ვიწყებთ წურვას რომ არ დარჩება. მე ვიყიდით ეს Просто класс формат, свежий, эти каргавы салют. ესეც ასე მეგობრებო ჩვენი ვლოგი ბრიტანული ვლოგი ესე იყო დასრულებულია მედია მოგეწონათ ვიდეოში ხედავთ გიორგი ჩაკვეტაძე გიორგი გოჩორეიშვილი ორი გიორგი ხალხო ჩანთები არ ჩამოგვივიდა არც მე და არც ჩაკვეს ველოდეთ 12 წუთი ჩაკვეთა 12 წუთი კი არა ბევრად საერთოდ არ ჩამოვიდა ხოლმე ჩამოვიდეს ესე გითხრეს ადლოვან წყვეთ ჩვენს ვიდეოს ხოთ არ და გავუწევთ არხის გამოწერა მოიწონეთ ეს ვიდეო და მომავალ შეხვედრამდე წინ სანაკრებო ვლოგები გელოდებათ